დღეს შავი პარასკევი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც აღინიშნება. ამ დღეს ტრადიციულად სავაჭრო და მომსახურების ობიექტები მომხმარებელს სპეციალურ ფასდაკლებებს, სხვადასხვა შეთავაზებებს და აქციებს თავაზობენ. ბევრი მომხმარებლისთვის ეს არის კარგი შესაძლებლობა შეიძინოს სასურველი პროდუქცია უფრო ხელმისაწვდომ ფასად. თუმცა, დიდი ფასდაკლებების პარალელურად მნიშვნელოვანი საკითხია თუ რამდენად არის დაცული მომხმარებლის უფლებები. რამდენად გამჭვირვალეა ფასების პოლიტიკა, რეალურია თუ არა შეთავაზებული ფასდაკლება და იცის თუ არა მომხმარებელმა რა ვალდებულებები აქვს კომპანიას და რა უფლებები აქვს მას, რომელსაც კანონი იცავს. ამ თემაზე მეც ჩვენ სტუმართან ერთად ვისაუბრებთ მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ამად ამაროვი შემოგვიერთდება. დილამ შვიდობის, გიორგობას გილოცავთ პირველ რიგში და რაც მნიშვნელოვან თემაზე საუბრობთ მე მგონი ნამდვილად. მომხმარებლის უფლებები ყოველთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ განსაკუთრებით აქტუალურია ეს თემა, როდესაც შავი პარასკევი მოდის და მოდით მაყურებელს მაინც რომ უთხრათ, აი შავი პარასკევის პერიოდში განსაკუთრებით, როდესაც ფასდაკლებებს ეხება საკითხი, რამდენად რეალურია ეს ფასდაკლებები და რამდენად დაცულია ამ დროს მომხმარებლის უფლებები. კი, თქვენ სწორად აღნიშნეთ, შავი პარასკევი ალბათ ყველასთვის ყველაზე ისეთი ნანატრი პერიოდია და როცა ყველას შოპინგის მოყვარულებს შეუძლიათ კარგი ფასდაკლებით იყიდონ, კარგი ნივთები და ყველანი ველოდებით სულ მოუთმენლად და რა თქმა უნდა არის გარკვეული ასპექტები, რასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება. ხო, პირველ რიგში ეს არის ფასი, როდესაც ჩვენ შევდივართ მაღაზიაში, უნდა ხდებოდეს რეალური ფასი და შეგვიძლია რამოდენიმე მაგალითი განვიხილოთ, როდესაც ჩვენ გვაქვს საქმე არაკეთილსინდისიერ მოვაჭრეებთან და როდესაც გვაქვს საქმე შეცდომას შემკვან საქმიანობასთან. მაგალითად, ველოდებით შავ პარასკევს დავათვალიერეთ. ტელევიზორი ან ნებისმიერი სხვა ტექნიკა, ვიცით რომ პირობითად ღირს 1000 ლარი, ველოდებით ვიცით რომ 50%-იანი 500 ლარად ველოდებით, მაგრამ 90-იანი შეიძლება იყოს და ველოდებით მოვიდა ჩვენ შავი პარასკევი, მივიდივართ გახარებულები მაღაზიაში. 1000 ლარიან ტელევიზორზე ფიქრობთ რომ დაგვხდება 50, ვხედავთ რომ თურმე 90% დაგვხდა, გვიხარია რომ 90% დაგვხდა, მაგრამ რას ვხედავთ? გაზრდილია ფასი და 1000 ლარიდან კი არ არის დაანგარიშებული 90%. დაანგარიშებულია 2000 ლარიდან ან 2500-დან და რეალური ფასდაკლება ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს 10%, 20 ან შეიძლება სულაც არ იყოს ფასდაკლება. პირიქით შეიძლება მომატებული იყოს. სამწუხაროდ ეს საქართველოში ძალიან ხშირად. ხო, სამწუხაროდ. ამიტომ შეგვიძლია მივმართოთ კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს და ჩვენ აუცილებლად მოვახდენთ რეაგირება. მაგრამ სანამ მივმართოთ სააგენტოს, ესე იგი ჩვენ უნდა მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს ის, რომ სანამ შავი პარასკევი მოვა, ბევრად უფრო ადრე უნდა გაიგოს რეალური ფასი რა იყო, რომ მიხვდეს, იმიტომ რომ შესაძლოა მე პირველად შევდივარ ამ მაღაზიაში და სულ არ ვიცი რა იყო საწყისი ფასი და შესაბამისად მგონია რომ ბედნიერი ვარ, რომ 90%-იანი ფასდაკლებით ვყიდულობ. ერთ-ერთი მანკიერი პრაქტიკაც არის ზუსტად ეს, ბევრმა მოვაჭრემ იცის, როდესაც ჩვენ შევდივართ საიტზე, შეიძლება საერთოდ არ ვქონდა დაგეგმილი არანაირი ნივთის ყიდვა, მაგრამ ვხედავთ რომ დარჩენილია ბოლო ერთეული. ან გადახაზულია და წითლად განახლებული ფასი წერია. ან აქცია ვრცელდება 10 წუთის განმავლობაში და იჩქარეთ იყიდეთ და ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა შევადაროთ სხვა მყიდველთან მახასიათებლები ფასი. ჩვენ ვხედავთ რომ ბოლო ერთეულია დარჩენილი, უნდა მოვასწროთ, უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა ვყიდულობთ. მე როდესაც უკვე გვაქვს დრო და შესაძლებლობა ვამოწმებ სხვა საიტებზე, ხვდებით რომ ეს იყო ერთგვარი манипуляция იმისთვის რომ ჩვენ მიგვეღო არა ინფორმირებული გადაწყვეტილება, არამედ დაჩქარებული და გადაწყვეტილება და ამით შეგვიყვანეს შეცდომაში. არის სხვადასხვა კიდე მანკიერი პრაქტიკა და შეგვიძლია 1-2-ზე გავამოხილოთ ყურადღება. რა თქმა უნდა, დავიცვათ მომხმარებელი. მაგალითად იგივე ტელევიზორს ან რამე ტექნიკას ველოდებით ფასდაკლებით გამოცხადა ფასდაკლება. სხვადასხვა ქსელურ მაღაზიაში არის კარგი ფასდაკლებები, გადავწყვიტეთ, ვიყიდეთ, შევაგროვეთ თანხა მთელი წელი არ ვიცი ველოდებოდით. ვიყიდეთ თანხა და ბედნიერები ვართ რომ მოვასწარით, 80%-ში ვიყიდეთ ტელევიზორი და მეორე დღეს უკვე შაბათია, დასრულდა შავი პარასკევის აქციები. გვირეკავენ და გვეუბნებიან რომ თურმე მარაგები ამოწურულია და დაგიბრუნებთ თანხას. დამეთანხმებით რომ ამ შემთხვევაში თანხა საერთოდ არ გვჭირდება, ხო? ან ჩვენ მთელი წელი ველოდებოდით ამ აქციას. ეს რა არის? რა ხეირი ობიექტს.
შეიძლება ბევრი იყოს რამ, შეიძლება პირიქით ამით მიიზიდონ მომხმარებლები კარგი ფასდაკლებებით, მოჩვენებითი იყოს ის, რომ ფასდაკლებად რეალურად შეიძლება მარაგები არც გქონდეთ, ისე გააკეთონ ფასდაკლება, იმიტომ რომ ჩვენ როდესაც შევდივართ მაღაზიაში შეიძლება სხვა ნივთიც ვიყიდოთ, მაგრამ განვიხილოთ ისეთ შემთხვევაში, როდესაც მართლა მარაგები გქონდა, თუმცა ამოიწურა, ხო? ამ შემთხვევაში რა უფლება გვაქვს ჩვენ ის რომ უბრალოდ თანხა დავიბრუნოთ და მეტი არაფერი არ გავაკეთოთ, თუ რამე სხვა უფლებაც გვაქვს. ერთ-ერთი გადაწყვეტილება იყო სააგენტოში ზუსტად ამას ეხებოდა და ჩვენ დავადგინეთ ერთგვარი სტანდარტი, რომ ამ შემთხვევაში მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა და უფლება ისარგებლოს იმავე კატეგორიის ნივთებზე, მაგალითად ტელევიზორს თუ ვყიდულობდი და მეუბნებიან, რომ მარაგი ამოწურულია, მოვაჭრე ვალდებულია გამივრცელოს, მიუხედავად იმის, რომ დღეს ფასდაკლება არ არის, მაინც ვალდებულია გამივრცელოს იმავე კატეგორიის ნივთებზე იგივე ფასდაკლება, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში მომხმარებლის უფლებები საკმაოდ ზიანდება. აი ეს არის საინტერესო ყველაზე მეტად. კანონმდებლობით რა ხდება ამ შემთხვევაში? ანუ ამ ფასს ვინ ადგენს და რამდენად აქვს თავად კომპანიას უფლება, რომ ასე თვითნებურად ცვალოს ფასები? კანონის ჭრილში როგორ შეიძლება ფასი რა თქმა უნდა მოვაჭრემ უნდა განსაზღვროს ფასი და მომხმარებელი იღებს გადაწყვეტილებას სულ შეძენა თუ არა, თუმცა კანონი ამავდროულად ამბობს, რომ ეს ფასი და მოვაჭრის პოლიტიკა არ უნდა იყოს შეცდომაში შემყვანი. რასაც ვისაუბრეთ, არ შეიძლება რომ ასე თვითნებურად გაზარდოს ფასი იმისთვის, რომ უბრალოდ მოგვაჩვენოს და ანუ გვაჩვენოს, რომ ფასი არის რეალური, როცა სინამდვილეში ეს ფასი არ არის რეალური. ხშირ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ ფასდაკლებებს, შეიძლება აი დიდ ბანერზე გქონდეს 60%, 70%, ვიდივართ მაღაზიაში, ველოდებით რომ სრულ ასორტიმენტზე დაგვხვდება 60%, ვეკითხებით კონსულტანტს და კონსულტანტი გვეუბნება, რომ ნახეთ ბანერში წვრილი ასოები ცათხეს კუთხეში ეწერია, რომ მდე არის. რა თქმა უნდა, მომხმარებელს აქვს იმის აღქმა, როდესაც ხედავს უზარმაზარი ციფრები 70, ხო? ამავდროულად მოვაჭრემ აუცილებლად უნდა გადადგა შესაბამისი ნაბიჯები, რომ ეს მდეც იყოს თვალსაჩინო. მეორე ეს ბოდიში უნდა ჩაგეკითხოთ აუცილებლად, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, მე ვფიქრობ. ეს მის კეთილნებაზეა დამოკიდებული, იმიტომ რომ რეალურად თუნდაც პატარა ასოებით მას თუ უწერია, შეიძლება ანუ მართალი იყოს კანონთან. ვერ შედავო, იმიტომ რომ მას ეს ეწერა და უბრალოდ შენ არ გაითვალისწინე. აი, ამ შემთხვევაში რა როგორ პირდაპირ გვეუბნება, რომ კაფეო ნათელი და გასაგები უნდა იყოს და საშუალო მომხმარებლისთვის, ხო, რომელიც ხედავს ბანერზე უბრალოდ 70%-ს და ის მდე შეიძლება იყოს სადმე წვრილად ჩანაწერი, ხო? ანუ ეს იმაში ბანკში რო არის წვრილად და აი იცით რა მაინტერესებს? ფურცელზე რო წვრილად. ხო, ძალიან დიდი ჩამონათვალი რო არის პროცენტების და კარგით, მოვტყუდი, მოკლედ ამ მდეს არ მივაქციო. ყურადღება მივედი თქვენ ახლა ამბობთ, რომ და ნახე გაზრდილი ფასი, იმ გაზრდილიდან დაკლებული, მოკლედ ვერ მივიღე ის რაც მე მინდა და უნდა მიმართო კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს მიმართ. ახლა კითხვა მაქვს. მე რა, ანუ ნახეთ ის რა სოციალური პასუხისმგებლობა თითოეული ჩვენ თაგანის პასუხისმგებლობაა ცალკე საკითხია, მაგრამ მაინც ადამიანების არ ვიცი ფსიქოლოგია გადის იმაზე, რომ ფსიქოლოგია იმაზე გადის, რომ რაღაცა მეც ვიხეი, რომ მე სანამ დავკარგე ამაში დრო, ვერ ვიყიდე ის ტელევიზორი, მოტყუებულიც ვარ, გულდაწყვეტილიც ვარ და კიდე მე მოგმართავთ თქვენ, მაგრამ უკან რა მიბრუნდება, მხოლოდ ის რომ მე მაგ გარანტია რომ მომავალ წელს აღარ ჩაიდენს იგივე ობიექტი რაღაცა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გარანტია, იმიტომ რომ ამით გამოსწორდება მთლიანობაში პოლიტიკა, თუმცა ჩვენ ვისაუბრეთ ისეთ შემთხვევებზე, როდესაც თუ აი ერთ-ერთ მომხმარებელს დავუკმაყოფილეთ მოთხოვნა და მიუხედავად იმისა, რომ ფასდაკლება არ იყო უკვე იმ დღეს, გავავრცელებინეთ მაინც მოვაჭრეს. რა დრო დაჭირდა ამას? ერთი თვე დაახლოებით, ანუ ჩვენი გადაწყვეტილებების უმრავლესობა მიიღება 1-დან 2 თვემდე, ამიტომ არის კარგი, სანამ ამოქმედებოდა ჩვენი კანონი, მომხმარებლებს უწევდათ სასამართლოში მიმართვა და შესაბამისად როგორც ვადებში, ასევე ფინანსურად ძალიან იწელებოდა. ჩვენი განცხადების ფორმა არის ჩვენს ვებგვერდზე, მოსვლაც კი არ სჭირდება მომხმარებელს, ძალიან მარტივად შეუძლია შეავსოს მონაცემები, გამოაგზავნოს და ამით დასრულდება მომხმარებლის პასუხისმგებლობა და ჩვენ უკვე მივმართავთ მოვაჭრეებს და დანარჩენს თქვენ თავზე აიღებთ. ყველაზე ხშირად აი რა დარღვევები ხდება ხოლმე, ეს არის საინტერესო, უფრო ხშირად როგორ რითი მოგმართავენ ხოლმე მომხმარებლები. კი, რა თქმა უნდა, ეს სტატისტიკური მონაცემებიც გვაქვს, ძირითადად ითხოვენ დაზიანებული ნივთის შეცვლას ან შეკეთებას, როდესაც მიიღებენ ნივთს და არის ან გაბზარული, ან დაზიანებული, ან სხვა ნივთი მიიღეს შეთანხმებულისგან.
ითხოვენ ძირითადად თანხის დაბრუნებას და ერთ-ერთი მამბოლო დროს გააქტიურებული არის დროულად ნივთის მიწოდების პრობლემა. შეიძლება მოვაჭრო გვეუბნება რომ 2 დღეში მოგიტანთო, ჩვენ გათვლა გვაქვს რომ კი ბატონო, აი 2 დღე ჩვენ ჩემთვის მისაღებია, ვყიდულობ და მე მოვაქვთ 3 კვირის შემდეგ და 1 თვის შემდეგ. მე მქონდა შარშა მაგათ ასეთ შემთხვევა საახალწლო ნივთები შევიძინე ერთ-ერთ მაღაზიაში, რა თქმა უნდა ვერ ვიტყვი ნოემბრის ბოლოს, არაშავ პარასკევს დეკემბრის დასაწყისში და ჩამბარდა თებერვლის შუა რიცხვებში. ახალი წელი გავლილი იყოს, ამაგიოთ წლევადელი ახალი წლისთვის ახალი ნივთები შემრჩა. უნდა გადაგაკეთებინე და მიგემართა. ჩემზე. იცით რა მერტესებს კიდე რეალურად ანუ ის ერთი ნაწილი განვიხილეთ, რომ ფასდაკლებები არ უნდა იყოს გაზრდილი და ასე შემდეგ, მაგრამ ზოგადად აი რეგულირდება, რომ ყველას აქვს ვალდებულება, რომ რაღაც ფასდაკლება გააკეთოს 28 ნოემბერს. არა, ხო ეს არის კეთილი. ეს ვალდებულება არ არის, უბრალოდ როგორც მომხმარებლებისთვის არის კარგი, მოვაჭრეებისთვისაც და გამყიდველებისთვისაც ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი პერიოდი, იმიტომ რომ გაყიდვები იზრდება, არ ვიცი, გეომეტრიული პროპორციით და სამჯერ და 4ჯერ უფრო მეტი გაყიდვები აქვს, თუმცა ვალდებულება კანონით რომ მაინც ფასდაკლება გამოაცხადონ, ასეთი ვალდებულება რა თქმა უნდა არ არის. ასოხისგებლობის ნაწილში თუნდაც თქვენთან მიმართებით კონკურენციის სანგეტოს გულისხმობ, არის თუ არ ვთქვათ, არის საერთაშორისო ბრენდები, რომლებიც ვფიქრობ, რომ შესაძლოა ნაკლებად არღვევდნენ, არ ვიცი, შესაძლოა ვწდები. და არის რაღაცა ქართული ადგილობრივი ბრენდები, ან უბრალოდ შემოტანილი პროდუქცია ვისაც აქვს და არავინ არ აკონტროლებს. აი აქ დარღვევები უფრო მეტია ხოლმე, როგორც წესი. ასე ვერ ვიტყვი რომ დავუშვათ ცნობად ბრენდებზე უფრო ნაკლებია და ქართულ ნაწარმზე, არა, ანუ დარღვევები ხდება როგორც საერთაშორისო ბრენდებში, ასევე ადგილობრივ ადამიანი ასე რომ ბრენდს არ აქვს მნიშვნელობა. არა, ნუ როდესაც ოფიციალური წარმომადგენლობა მეგონი ხო სხვადასხვა საზღვრავს შენ კონტროლდება, არა? კონტროლდება ორივე მიმართულება, როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო, რა თქმა უნდა, რაღაც პროცენტი აი თუნდაც სოციალურ ქსელებში ვაჭრობა, ხო, როდესაც Facebook-ზე ვყიდულობთ, ხშირ შემთხვევაში არც კი ვიცით, ვისგან ვყიდულობთ, ამ Facebook გვერდის უკან ვინ დგას, რომელი მოვაჭრეა და ხშირ შემთხვევაში აღმოჩნდებით ისეთ მდგომარეობაში, როდესაც ნივთს ან არ მივიღებთ, ან მივიღებთ დაზიანებულს და არც კი ვიცით, ვისგან ვიყიდეთ, ვის უნდა მოვთხოვოთ, ვის უნდა მივმართოთ. და საერთაშორისო ბრენდების და ზოგადად დიდი კომპანიების კი, ანუ უპირატესობა არის იმაში, რომ ეს კომუნიკაცია ის კომპანია. ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ბოდიში ძალიან ხშირად მინახავს, რომ რაღაცა შავი პარასკევის ფარგლებში გაყიდული პროდუქცია უკან აღარ ბრუნდება, ანუ სხვა შემთხვევაში ბრუნდება, მაგრამ თუ შეიძენ 50%-იანი ფასდაკლებით აღარ ბრუნდება და ამის უფლება აქვს. მნიშვნელოვანი და საინტერესოა, იქნება შავი პარასკევი თუ არა, მოდით განვიხილოთ, თუ შევიძინეთ ონლაინ, საიტიდან, აპლიკაციიდან, ონლაინ დისტანციურად თუ შევიძინეთ ნივთი, ჩვენ გვაქვს 14 დღიანი უპირობოდ დაბრუნების შესაძლებლობა. არ არის აუცილებელი რომ ნივთი იყოს დაზიანებული, გაფრჩებული, უბრალოდ, აი მაგალითად გადაიფიქრეთ, ან მაჩუქეს, ხო, დაბადების დღე მქონდა და იგივე მაჩუქეს, რაში მჭირდება 2 ნივთი, ხო? არც კი მჭირდება ამის ახსნა, მე ამის შესაძლებლობა მაქვს, მოვაჭროს უნდა მივმართო და იქნება ის შავი პარასკევი თუ ნებისმიერი სხვა პერიოდი 14 დღეში შემიძლია უპირობოდ დავაყენო, რა თქმა უნდა, თავდაპირველ მდგომარეობაში, ანუ ისე უნდა გამოვიყენო და დავტესტოთ ნივთი, როგორც დავტესტავდით მაგალითად მაღაზიაში. თუ ვყიდულობთ ტელევიზორს, მაქსიმუმ შეგვიძლია ჩავთოთ, გამოსახულება ვნახოთ, ხმა შევამოწმოთ, თუ ჩვენთვის მისაღებია, ვიტოვებთ, თუ არა, ვუბრუნებთ. რა თქმა უნდა, არის რაღაც გამონაკლისები კანონით დადგენილი. ეს არის მაგალითად მალფუჭებადი ნივთები, დამეთანხმებით რომ ვერ დავაბრუნოთ. პროდუქტს ვერ დავაბრუნოთ. კი, ან ისეთი ნივთები, რომელიც აღემატება, ანუ ეს წესი მოქმედებს ისეთ ნივთებს, რომელიც აღემატება 30 ლარს და შესაბამისად გარკვეული გამონაკლისები მაინც არის, აი მაგალითად წამლებს ვერ დავაბრუნებთ. იმიტომ დაბრუნებული წამალი შეიძლება სხვა მომხმარებელს რამე ზიანი მიაყენოს, ხო? ანუ ჩვენ შეგვიძლია დაგვავიწყდეს რადიატორზე დავტოვოთ, ან მზეზე დავტოვოთ და შესაბამისად დაბრუნებული წამალი ზიანს მიაყენებს სხვა მომხმარებელს. მაგრამ ეს გამონაკლისები არ არის ძალიან ბევრი და დარღვევების დიდი ნაწილიც მოდის იმაზე, რომ აი არ იბრუნებს მოვაჭრე ნივთებს, დამეხმარეთ, ხო, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევებში შესაბამის რეაგირებას ვახდენთ და ვაბრუნებინებთ ნივთებს და აქვე მინდა გავამახვილო ყურადღება, ჩვენ ახლა ვისაუბრეთ ონლაინზე, თუ ჩვენ ადგილზე ვყიდულობთ, ან მაღაზიაში უშუალოდ შევდივართ, ამ შემთხვევაში კანონი უკვე არ ავალდებულებს, რომ უპირობოდ, ანუ ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე დაიბრუნოს ნივთი. ამ შემთხვევაში თავად მოვაჭრეს შესაძლოა ჰქონდეს პოლიტიკა, იმიტომ რომ კომერციულად უფრო მომგებიანი იყოს და დაიბრუნოს უპირობოდ ერთი თვის ვადაში ან ნებისმიერი სხვა ვადა ჰქონდეს ადგენილი. ნუ ამ შემთხვევაში ჩვენ აუცილებლად უნდა ვიქონიათ
გადახდის ამადასტურებელი დოკუმენტი და სხვა თანხლები დოკუმენტები. ანუ ფიზიკურ მაღაზიაში ისევ მის კეთილნებაზე ვართ დამოკიდებული, იქ უკვე კანონი არ განსაზღვრავს ამ ვარდას, ნივთი დაუზიანებელია, გაფუჭებული არ არის და ნებისმიერ შემთხვევაში ამბობ თუ შავი პარასკევის ნებისმიერ შემთხვევაში. ფასდაკლები. შავი პარასკევის დროს ანუ რეგულაციები არ იცვლება, იგივე რეგულაციები ურჩება. უბრალოდ ან მასშტაბი იზრდება, იმიტომ რომ შესყიდვის უნარიანობა, რაოდენობა ანუ არის საკმაოდ გაზრდილი. და იმიტომ არის ასეთი აქტუალური შავი პარასკევის თემა ზოგადად. არა, წეგანა ის კითხვა მინდოდა დამესო დაბრუნების მოტანის დროზე ხან უცამაც თავის მაგალითი რომ მოიყვანა, აი ამ შემთხვევაში რა ხდება, რა იცვლება? აქ ხო არც დაზიანებული ნივთი მიუტანეს, არც დასაბრუნებელი იყო, მაგრამ ისე დროს მიუტანეს, რომ ფაქტობრივად აზრი არ ქონდა ამ ნივთის შეძენას, ხო? აი აქ როგორ არეგულირებთ, ანუ მართლაც უცოს შემთხვევაში რა ესე ვთქვათ მოგება ექნება, თქვათ თქვენთან მომართვას. კი, ან მაგალითად ახალი წლისთვის გამოვიწერეთ ხო საჩუქრებისთვის მოგვიტანეს იანვარში ან თებერვალში როგორც თქვენ ახსენეთ, ნუ საერთოდ არ გვჭირდება ეს ნივთი. როდესაც იგვიანებს მოვაჭრე, პირველ რიგში განვუსაზღვროთ გონივრულ ვადას იმისთვის, დამატებით ვადას ვაძლევთ, რომ აი კიდევ ერთ დღეს გაძლევთ მაგალითად და ამ ერთ დღეში მომიტანეთ. თუ მაინც არ მოაქვს და ნუ მოიტანეს 2 კვირის შემდეგ, როცა არ გვჭირდება და მივმართეთ კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, ჩვენ ამ შემთხვევაში განვიხილავთ და დიდი ალბათობით ვიტყვით, რომ მომხმარებელს აქვს უფლება და შესაძლებლობა დაიბრუნოს თანხა და ნივთი დაუბრუნოს მოვაჭრას, იმიტომ რომ ყველანაირი გონივრული ვადა გასულია და ეს ნივთი უკვე მომხმარებელს არ სჭირდება და იმისთვის, რისთვისაც იყიდა ის მიზეზი არ არსებობს, ხო? და ამ შემთხვევაში უნდა აღდგეს მომხმარებლის უფლება და ნივთი თანხა უნდა დაუბრუნდეს მომხმარებელს და ნივთი გამყიდველს. და ამიტომ აქ იმას არ ითვალისწინებს, ვთქვათ, აი დამგვიანებულად მოვიდა ნივთი რაღაცა და თვითონ იმ მოვაჭრემ რაღაცა კომპენსაცია რაღაცნაირად. ნებით არ ეთყობა. არა, ვიღაცა შეიძლება ნებით აკეთებს. ვიღაცას ხო ჩვენ ახლა კეთილსინდისეა და მაგრამ ხო არ არის ვალდებულება რაღაცა, რომ აი თქვათ მე ეს ჭიქა მიჭირდებოდა თქვათ 30 დეკემბერს და მოვიდა 30 მარტს. ეს ჭიქა კი მინდა, მაგრამ რაღაცნაირად ჩემი მორალური კომპენსაცია რითი ხდება? კი, ამ შემთხვევაში კანონმდებლობა ზოგადად ითვალისწინებს ზიანის ანაზღაურებას და ნუ ამ შემთხვევაში უკვე სასამართლოში უნდა გავაგრძელოთ დავა სააგენტოში შემოვიფარგლებით იმ ოდენობით, რა ოდენობის ზიანიც მიადგა უშუალოდ მომხმარებელს. ერთი კითხვა გამიშდა, ანუ ჩვენ მაინც უფრო საუბრობთ რაცა კონკრეტული ნივთების შეძენაზე, მაგრამ როდესაც აი მომსახურებას ეხება ამ შემთხვევაში მოხდა რაღაცა თქვათ მე რაღაც თანხა გადავიხა და იმან შესაბამისი მომსახურება არ გამიწია და თანხა არ დამებრუნა. აი ამ შემთხვევაშიც თქვენ არეგულირებთ ამ საკითხს, თქვათ ეს არ ეხება კონკრეტულ ნივთს და ეხება მაგალითად კონკრეტულ რაღაც. ჩვენ განვიხილავთ როგორც აი ნივთის შემთხვევაში უფლებების დარღვევებს, ასევე მომსახურების ნაწილში. თუ მე ნებისმიერი მომსახურება შევუკვეთე მაგალითად ავეჯის გამზადება და არ დამიმზადა ან დამიმზადა განსხვავებული ფერის, ზომის ამ შემთხვევაში გვაქვს შესაძლებლობა მივმართოთ სააგენტოს და ჩვენ განვიხილავთ ამ кейსებსაც და აქვე მინდა აღვნიშნო რომ არ არის აუცილებელი რომ მაინც ჩვენ გადაგვხდეს თავს ეს ყველაფერი ან ჩვენ ვიყიდოთ დაზიანებული ნივთი ან ვერ მივიღოთ მომსახურება თუ ჩვენ დავინახეთ რომ კანონმდებლობა ირღვევა იქნება ეს ფასდაკლებების პერიოდი ან რაზეც ვისაუბრეთ ხო ან თუ დავინახეთ ეს ფაქტი გვაქვს შესაძლებლობა ისევ და ისევ მივმართოთ სააგენტოს და მიუხედავად იმისა რომ უშუალოდ არ იყო ჩართული და ზიანი არ მიადგა ჩვენ მაინც ვიწყებთ წარმოებას და მთლიან პოლიტიკას ვასწორებინებთ მოვაჭრეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ონლაინ გაყიდვებზე ვსაუბრობდით წეგან და მინდა ამ თემას დავუბრუნდე. აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით რომ ხშირ შემთხვევაში არ ვიცით კონკრეტული რაღაცა სახელწოდების და ბრენდის უკან ვინ დგას და მე ვერ ვპოულობთ იმ ადამიანს ვისთან. აი ამ შემთხვევაში წინასწარ თუ არსებობს რომ პრევენცია თავი როგორ დავიცვათ და ონლაინ ვაჭრობის დროს რა შეგვიძლია გავაკეთოთ რომ არ აღმოჩნდეთ ამ ვითარებაში. სანამ გადავწყვეთ ონლაინ შეზღუდვას და ონლაინ ნივთის შეძენას კანონი ავალდებულებს ყველა მოვაჭრეს, მიუხედავად იმისა, ეს იქნება დიდი ბრენდი, სოციალურ ქსელში მოვაჭრე, თუ ნებისმიერ მოვაჭრე, კონკრეტული ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება გააჩნია ყველას. უნდა მიაწოდოს ინფორმაცია, ვინ არის, სახელი, გვარი, პირადი ნომერი თუ ეს ფიზიკური პირია, კომპანიების შემთხვევაში შპს რაღაც და საიდენტიფიკაციო კოდი, მისამართი აუცილებლად უნდა მიაწოდოს.
წესები და პირობები, რა პირობებით მოქმედებს, აი ბრუნდება თუ არა ნივთები და საგარანტიო პირობები როგორია. ამიტომ, როდესაც ჩვენ შევდივართ საიტზე და ვაპირებთ ნივთის შეძენას, პირველ რიგში აუცილებლად უნდა გადავამოწმოთ, რა წესები და პირობები მოქმედებს, ვისგან ვყიდულობთ, რადგან იმ შემთხვევაში თუ დაირღვევა ჩვენი უფლებები, აუცილებლად ვიცოდეთ, ვის უნდა მივმართოთ და უკვე ჩვენთან მომართვის შემთხვევაშიც ჩვენ მოვახდინოთ შესაბამისი რეაგირება. ხშირად არის, რომ ამ განსაკუთრებით მცირე მოვაჭრეების მხრიდან სოციალურ ქსელებში მოვაჭრეების გულისხმობ, ხშირად არის აღნიშნული დარღვევა, თითქმის 90%-ში არ არის მითითებული, ვინ დგას ამ სოციალური ქსელის გვერდის უკან. შესაბამისად, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ მოვუწებდოთ ასეთი მოვაჭრეები და მოვახდინოთ რეაგირება, თუმცა მომხმარებლებსაც ყოველთვის მოვუწოდებთ, რომ სანამ შეიძენთ კონკრეტულ ნივთს, მივაქციოთ ყურადღება, ვისგან ვყიდულობთ, რას ვყიდულობთ და რა ფასად ვყიდულობთ. ხშირად იდება სოციალურ ქსელებში ისეთი პოსტები, სადაც არც ფასია მითითებული და უამრავი კომენტარი არის, რა ღირს და ხო, ესეც კანონით დარღვევა არის, ხო? კანონდარღვევაა, კი. ანუ როგორც მოვაჭრეებს ევალებათ კონკრეტული პირობების დაცვა, ასევე თავად მომხმარებელს. ხო, ამ შემთხვევაში ხა ეს ერთი ახსენეთ, რომ ჩვენ ვართ ვალდებული, რომ გავარკვიოთ ვის გამყიდულობთ, კიდე რა ვალდებულება აქვს მომხმარებელს. ჩვენაში რა გვევალება. მომხმარებელს იმდენად ვალდებულება არ აქვს, როგორც ამ წინდახედული უნდა იყოს და გაითვალისწინოს, აი იმ ხრიკებზე, ხო? ერთ-ერთი кейსი მაგალითად გქონდა, საიტზე იყიდა ნივთი, არ მახსოვს რა ნივთი იყო, თუმცა ჩვენ დავადგინეთ დარღვევა საიტზე, როდესაც შევდიოდით, იყო, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი ვაკვირდებით შეფასებებს, ხო? აი, როგორი ნივთი აღმოჩნდა. და დავაკვირდით, რომ ყოველი განახლებისას საიტზე იცვლებოდა შეფასების რაოდენობაც, შემფასებლების სახელები და გვარა ერთადერთი რაც იყო უცვლელი, შეფასება იყო 10 ვარსკვლავიან სისტემაში 10 ვარსკვლავი ყოველთვის ქონდა მინიჭებული. ამას აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ აი ეს მონაცემები ხანდახან შეცდომაში შემყვანია და იცვლება. ხშირ ან სხვა მანკიერ პრაქტიკას ნერგავენ მოვაჭრეები და ცდილობენ, რომ შეცდომაში შეგვიყვანონ. რა თქმა უნდა, წინდახედული მომხმარებელი ამას ხედავს, თუმცა ვალდებულება როგორც ასეთი არ გააჩნია და ზუსტად ამისთვის არსებობს კონკურენციისა და მომხმარებლების დაცვის სააგენტო, რომ აღმოიფხვრას ის ხარვეზები, რაც ქართულ სავაჭრო სივრცეში არსებობს. და ყველაზე ხშირად ალბათ ეს ფასდაკლებების დროს არის, თუ აი არსებობს კიდე თქოთ არაფასდაკლებების პერიოდშიც, რამე არის ესეთი, რაზეც ყველაზე ხშირად მოგმართავენ არაფასდაკლების პერიოდშიც? გამორჩეული თუ ეს იგივე ძირითადად არის ნივთის დაზიანება, ნივთის არ მოტანა, მან თანხის დაბრუნება, ეს არის ძირითადი მოთხოვნები. მიუხედავად იმისა, იქნება შავი პარასკევი თუ ნებისმიერი სხვა პერიოდი. უბრალოდ შავ პარასკევს მომართვიანობა იზრდება და უფრო მეტი განცხადება შემოდის. და თუ შეგიძლიათ ახლა სტატისტიკა გექნებათ ალბათ, ხო, რაც თქვენ მუშაობთ ამ საკითხზე, როგორ ვითარდება, ანუ გაიზარდა საჩივრები უფრო ბოლო წლებთან ერთად თუ პირიქით და უფრო მომხმარებლებიც და თავად კომპანიის წარმომადგენლებიც უფრო ზრუნავენ რომ დაიცვან ეს საკითხი. ჩვენი კანონმდებლობა ამოქმედა 2022 წელს და თუ 3 წელი გავიდა 2022 წლის მონაცემებს თუ დავაკვირდებით თვეში შემოდიოდა რამოდენიმე ათეული განცხადება, მეტი არ შემოდიოდა და დღევანდელ სტატისტიკას თუ გადავხედავთ, შემოდის ასეულობით განცხადება, მხოლოდ წელს 1500 განცხადებამდე ველოდებით, ანუ უკვე შემოსულია დაახლოებით 1200 განცხადება და ეს რა თქმა უნდა განპირობებულია იმით, რომ ცნობიერება მომხმარებლებში ეს უნდა მეკითხა, ცნობიერების ამაღლებით არის გამოწვეული თუ იმითი, რომ ისინი მეტად არ ღვევენ ცნობიერება არის გაზრდილი როგორც მომხმარებლებში, ასევე ბიზნესში და ამისთვის ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ. ვხვდებით მომხმარებლებს და ცალკე ბიზნესის წარმომადგენლებსაც ამ 3 წლის განმავლობაში არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ პატარა სოფლებში, სკოლებში დავდივართ, სხვადასხვა ქალაქებში დავდივართ. ანუ ეს ცნობადობა გაზრდილია და ერთ-ერთ მაგალითს გეტყვით. კანონით გაწერილია 2 წლიანი საგარანტიო პერიოდი, ანუ ბევრმა არ იცის ჯერ კიდევ, რომ ყველა ნივთს გააჩნია 2 წლიანი გარანტია. რას ნიშნავს ეს, რომ თუ მივიღე განსხვავებული ნივთი, დაზიანებული ნივთი, მე მაქვს შესაძლებლობა 2 წლის განმავლობაში მივმართო მოვაჭრეს და მოვითხოვო ამ ნივთის შეცვლა, შეკეთება, თანხის დაბრუნება, ამ ფასის შემცირება. ბევრმა არ იცოდა აქამდე და ამ ბოლო დროს აქტიურად მსმენია და მხვდება სოციალურ ქსელებშიც, რომ ბევრმა უკვე იცის, რომ 2 წლიანი გარანტია არის ყველა ნივთზე, მიუხედავად მისი ღირებულებისა. ამიტომ ეს
ცნობიერების კამპანია და ზოგადად ინფორმირებულობის კამპანია ან კარგად მუშაობს, ჩვენ ამისთვის მოვამზადეთ ძალიან ბევრი ვიდეო რგოლი და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ვიდეო რგოლები და საინფორმაციო ბროშურები ასევე არის მორგებული შეშემოპირებზე და შესაბამისად არის ადაპტირებული, რაც ძალიან სასიხარულოა და ყველას აქვს შესაძლებლობა მიიღოს ინფორმაცია თუ რა რეგულაციები მოქმედებს საქართველოში და რა სტანდარტები. ეს კონკრეტულად თქვენ ვებგვერდზე თუ ტელეფონის ცხელი ხაზის ნომერია, აი მაინც რომ მაყურებელს მივაწოდოთ ინფორმაცია, სად უნდა მოგმართოთ. ჩვენს ვებგვერდზე არის განთავსებული ეს ყველა ვიდეო რგოლი, ცხელი ხაზის ნომერი არის 1520, ნებისმიერი კითხვის არსებობის შემთხვევაში შეუძლია ნებისმიერ მომხმარებელს ასევე მოვაჭრეს და გვიკავშირდეს კონსულტაციას. მოვაჭრებით ჩივიან მომხმარებლებზე, ეგ არის საინტერესო პირიქით თუ შემოდის განცხადებები. ასეთი შეპასუხებებიც არის ეს. ძირითადად ეს არის შეპასუხებები, როდესაც ჩვენ ვითხოვთ ინფორმაციას მოვაჭრეებისგან და რა თქმა უნდა თავის მართლების რეჟიმში არის რა თქმა უნდა ერთეული შემთხვევები, როდესაც მოვაჭრე მართალია და სწორს გვეუბნება, თუმცა ძირითადად ეს არის თავის მართლების რეჟიმი, როდესაც გვეუბნებიან, რომ მე არაფერ შუაში ვარ, მომხმარებლის ბრალია, მისამართზე არ დამხვდა, ну, მოკლედ. იცით რა მეტყვი, გარდა ამ პრობლემის აღმოფხვისა, მოვაჭრეს კიდე რაიმე სანქცია ეკისრება ფინანსური? ეს ძალიან კარგი კითხვაა და პირველ რიგში ჩვენ ვადას განვუსაზღვრავთ მოვაჭრეს, ვეუბნებით, რომ თქვენ დაარღვიეთ კანონმდებლობა, აუცილებლად უნდა აღმოიფხვრას ხარვეზი, აღდგეს მომხმარებლის დარღვეული უფლება. მაგრამ რა თქმა უნდა არსებობენ ისეთი მოვაჭრეები, რომლებსაც ვერ გააკეთებინებდა. ვერ გატეხა. კი ბატონო. ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა კანონმდებლობით გათვალისწინებულია საჯარიმო სანქცია და ეს ჯარიმა შეიძლება იყოს წლიური ბრუნვის 2%-მდე. რაც ხშირ შემთხვევაში საკმაოდ სოლიდური თანხაა და წელს 50 მოვაჭრე უკვე დავაჯარიმეთ, რაც მთლიანობაში არ არის ბევრი, იმიტომ რომ როგორც გითხარით 1300 кейსი შევისწავლეთ და 1300-დან 50 მოვაჭრის დაჯარიმება ბევრი არ არის, თუმცა საჭიროა იმისთვის, რომ მომხმარებლის უფლებები აღდგეს. და აქვე გეტყვით, რომ ეს თანხა სად მიდის? ანუ დაზარალებულის პრობლემის აღმოსაფხვრელად მიდის, თუ კი მოვაჭრე თვითონ არ აგვარებს ამ პრობლემას? ყველა ჯარიმა მიემართება ბიუჯეტში, თუმცა ამავდროულად მოვაჭრე არ თავისუფლდება იმ პასუხისმგებლობისგან, რომ აუნაზღაუროს მომხმარებლებს, რა თქმა უნდა, ჩვენ ძირითადი მიზანი არის მომხმარებლის უფლების აღდგენა. ცოტა უკან დავბრუნდები გარანტიის საგარანტიო იმასთან დაკავშირებით. აი ეს ყველას ეხება თუ ბრენდირებულ მაღაზიებს აქვთ მარტო გარანტიის მოცემის უფლება, აი თქვა ბაზრობებზე სადღაც ესეთ ადგილას რო ყიდულობ, იქ ესეთი ის არ არის, თქვა კი ვიღაცა ვინც არის წარმომადგენელი რაღაც ფირმის, ის გარანტიას იძლევა და აი ისიც ყოველთვის 2 წლიანი არ არის, ხანდახან შეიძლება 1 წლიანიც იყოს. ნუ ის უკვე მის კეთილმომაზნებაზეა დამოკიდებული როგორ ყველგან იქნება ეს ონლაინ, იქნება ეს დიდი ბრენდები, ან იქნება ბაზრობაზე შესყიდული ნივთი, 2 წელი კანონი აუცილებს აბსოლუტურად ყველა ნივთზე და ოდნავ 2 წუთს საქართველოს და გეტყვით, რას მოიცავს ეს გარანტია. როდესაც ჩვენ პირობითად ჩვენ ვიყიდეთ ტელევიზორი, რომელიც კარგად ფუნქციონირებს, მუშაობს და 2 თვეში გაგვიფუჭდა, იმიტომ რომ მქონდა თავდაპირველი ნაკლი, ფარული ნაკლი, ან თრავი ქონდა გაფუჭებული, ან ნებისმიერი რამე. ჩვენ 2 წელი გვაქვს იმისთვის, რომ მივმართოთ მოვაჭრეს და მოვითხოვოთ ამ ნივთის შესვლა და შეკეთება. პირველი 6 თვე, ანუ შეძენიდან 6 თვის განმავლობაში მოვაჭრემ უნდა გვიმტკიცოს, რომ გადასცა უნაკლო მდგომარეობაში ნივთი, რომ არაფერი არ სჭირდა და კარგ მდგომარეობაში გადასცა. 6 თვის შემდეგ უკვე ეს მტკიცება გადადის მომხმარებლებზე და მომხმარებელმა უნდა ამტკიცოს, რომ თავიდან რომ მიიღო ნივთი იყო დაზიანებული, იყო გაფუჭებული, არ შეესაბამებოდა იმ მახასიათებლებს, რა მახასიათებლებზეც შევთანხმდით. და ამიტომ ეს რეგულაცია დარღვევაა, როდესაც გვეუბნებიან, რომ გარანტია არ მოყვება ნივთს, ან ისიც არის დარღვევა, როდესაც გვეუბნებიან, რომ 1 წელი აქვს გარანტია და მე ვერ ვიზამთო, უნდა გვახსოვდეს, რომ 2 წელი გვაქვს გარანტია ნებისმიერ ნივთზე, მიუხედავად მისი ღირებულებისა, შეგვიძლია მივმართოთ მოვაჭრეს და მოვითხოვოთ უკვე თავდაპირველ შეთანხმებასთან მოიყვანოს შესაბამისობაში კი. უღმესი მადლობა. მე მგონი რომ ძალიან ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდეთ იმისთვის, რომ ხო, ნუ ყოველ შემთხვევაში შავი პარასკევისთვის როგორ დავიცვათ. მომზადებულები ვართ. დიდი მადლობა.